ამერიკა ახლო აღმოსავლეთში პროცესების დარეგულირებას ცდილობს. ამ მიზნით ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა ვაშინგტონში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ნათანიაჰუმ უარი განაცხადა ეგრეთ წოდებული დასავლური ბანკისა და იერუსალიმის ტერიტორიაზე მშენებლობების შეჩერებაზე და ამან პალესტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ლიდერებმა ისრაელის უსაფრთხოებაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის მიღწევაზე იმსჯელეს. განიხილეს ირანის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების განვითარების გეგმები. ობამას ადმინისტრაციამ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედად დაასახელა. ნათანიაჰუმ მოუწოდა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა ისრაელის მთავრობა არ აპირებს სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას. პალესტინელების აზრით, მშენებლობა ოკუპირებული დასავლური ბანკის ტერიტორიაზე დიპლომატიური ურთიერთობების დასრულების წინაპირობაა, თუმცა ამერიკა კვლავ ცდილობს მხარეებს შორის მედიატორის ფუნქცია იკისროს.